საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე. შეიქმნება პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, განაცხადა ცოტა ხნის წინ აქციაზე მიმართვისას სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ იგი ყველა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები. გაიზია, რომ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი და მოთხოვნა დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ასე გამოიყურება ის გეგმა, რომლის მოსმენასაც 31 მარტის აქციაზე შეკრებილები რამდენიმე დღე ელოდნენ. რა ითქვა ახალი და როგორ შეძლებენ უკვე მერამდენე დაანონსებულ კოორდინაციას პოლიტიკური პარტიები. დღევანდელ შეკრებას რუსთაველზე წინ ოპოზიციაში გაკეთებული მწვავე განცხადებებიც უძღვოდა. ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ ზურაბიშვილის კონსულტაციები დროის ფუჭი ხარჯვაა. ფედერალისტები კი ნაციონალებს ერთიანი სულისკვეთების ჩახშობაში ადანაშაულებენ. ვერ თანხმდებიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც. მართველი გუნდი კი აპირებს ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. სარჩელის საფუძველი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადებიან და აეგრძალებათ საქმიანობა, განაცხადა მამუკა მდინარეძემ. თბილისში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად ვაშინგტონში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მეგობარ აქტს, რასაც ქართული ოპოზიცია გამარჯვებად მიიჩნევს, თუმცა მართველი გუნდი მათ ზეიმს ნაადრევად მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ პროექტმა შესაძლოა დღის სინათლე ვერ იხილოს. სწორედ დღევანდელ დღეს 33 წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ ისტორიული არჩევანი გააკეთა. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა. მიღებული გადაწყვეტილებით ხმის მიმცემთა 99%-მა დაადასტურა, რომ თანახმაა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს. დღესვე საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღებს დაამტყვია ოპოზიციამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. რა იქნება დღეიდან ოპოზიციის სტრატეგია? ღამის კურიერის კითხვებს სწორედ რუსთაველის გამზირიდან უპასუხებენ კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი და ლიდერი გია ჯაფარიძე და პლატფორმა ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში კი ხელისუფლების პოზიციას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერისგან დავით მათიკაშვილისგან მოვისმენთ. მაშასე გია ჯაფარიძე გვერდება პირველი პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან. მოგესალმებით ბატონო გია, საღამოშვიდობისა. მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო გია, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ და დავიწყებ პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილის განცხადებით. დღეს იყო მოლოდინი, რომ თითქოს გეგმა უნდა გაჟღერებული იყო, მას შემდეგ რაც კონსულტაციები გაიმართა სალომე ზურაბიშვილმა, თან ოპოზიცია იყო შეკრებილი და ერთად მსჯელობდნენ სხვადასხვა საკითხზე და ჩვენ მოვისმინეთ ასეთი რომ შეიქმნება პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ყველა პროევროპულ პარტიას ერთიანებს და ისინი იმუშავებენ მთავარი მიზნის მისაღწევად. მოდით პირდაპირ კითხავთ, მაშინ აქამდე რას აკეთებდა ოპოზიცია, იმიტომ რომ 26 ოქტომბრის შემდეგ გვესმის ეს, რომ კოორდინაცია, წინააღმდეგობის პლატფორმა და ორი ძირითადი მოთხოვნა. ანუ რა მოვისმინეთ ბატონო გია დღეს ახალი? მე ქალბატონინო მოვედი ცოტა გვიან, მე მოვისმინე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან ალბათ 1 ან 2 წუთი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვერ შევაფასებ, ალბათ მთლიანი მისი გამოსვლა უნდა მოვისმინო, მე ის არ მომისმენია. სიმართლე გითხრათ, მე არანაირი მოლოდინი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით არ მქონია, არ ვიცი რატომ ქმნიდა მედია ამ მოლოდინებს. დღეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი, ვინც ქმნიდა, კი ბატონო, თავად პოლიტიკოსებიც აკეთებდნენ ამ განცხადებებს. არა, მე არ მეხება ეს ნამდვილად. არც ერთ იმ კონსულტაციაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, მე არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად ვერც ამ კონსულტაციებზე ვერ გეტყვით ვერაფერს ახალს და განსხვავებულს, მეც ალბათ იმდენი ვიცი, რამდენიც თქვენ. მე აქ ვარ იმის გამო, რომ არის პროტესტის 124 დღე, მე აქ ვარ იმიტომ, რომ დღეს 34 წლის წინ დღევანდელ დღეს საქართველოში მოხდა უმნიშვნელოვანესი რამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს. ანუ სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად არ იყავით ბატონო გია, თითქოს ყველა ელოდა მის მიმართვას, ამას გულისხმობ.
არა, მე აქ დავდივარ ხალხის მოსასმენად და მე აქ დავდივარ, იმიტომ რომ გონია რომ საქართველოს ყველა მოქალაქე აქ უნდა იყოს, მით უმეტეს დღეს მე ვერ წარმოვიდგენდი 34 წლის წინ თუ ჩვენ 34 წლის შემდეგ დაგვჭირდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს თავისუფლების დაცვა მისი მართველი ხელისუფლებისგან. მე აქ ამიტომ ვარ დღეს. გასაგებია და ბატონო გია საარჩევნო კოალიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იყავით და ხართ. დღეს მათი ლიდერი თვლის, რომ კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილთან არის ფუჭი დროის კარგვა, რომ რაღაც მეტი ერთიანობაა მაგალითად საჭირო, რასაც ითხოვდა ნაციონალური მოძრაობა და ჯერჯერობით ეს არ ჩანს. ამებს რატო გითხრით და რა მინდა გკითხოთ? იცით ბატონო გია, ანუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სტრატეგია? გასაგებია ეს ყოველდღიური პროტესტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, თქვენ თავადამობთ, რომ ყოველდღე დადიხართ რუსთაველზე, მაგრამ პოლიტიკური მდგენელი რა არის ამ პროტესტის და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა რა სტრატეგიით უნდა იმოქმედონ? რა ეს მუდმივი პროტესტი და ანუ მიზანს ხო ვერ აღწევთ, ამით ფაქტია ჯერჯერობით. თქვენი მიზანი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება, ამას გულისხმობ. ორ ძირითად მოთხოვნას. კი ბატონო, მაშინ უნდა მაცადოთ, ალბათ ამაზე ცოტა გრძელი პასუხი უნდა გაგცეთ. პირველი მე ვიყავი იმ კოალიციაში, სადაც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული საქართველო. ამ კოალიციაში გაერთიანებულ პარტიებს, ასევე ინდივიდებს ყოველთვის მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ უნდა ყოფილიყო ერთიანობა არჩევნებამდეც და უნდა იყოს ერთიანობა არჩევნების შემდეგ, მით უმეტეს უნდა იყოს ერთიანობა გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მიტაცებული ძალაუფლების, მიტაცებული ქართველი ხალხის ნების პირობებში. მე პირადად ყოველთვის ვიყავი მომხრე ერთიანი საარჩევნო სიის. მეორე, რაც შეეხება მიზანს, მე არ მგონია ასე, რომ ეს პროტესტი მიზანს ვერ აღწევს. როგორ ვერ აღწევს? საქართველოს ყავს სანქცირებული ფაქტობრივი ხელისუფლება, ქვეყნის არაფორმალური მმართველი არის სანქცირებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში სანქციები მისთვის არ მოუხსნია. ახალი სანქციები არის კიდევ სხვადასხვა სახელმწიფოებისგან ახალ პირებზე. მე არასდროს არ მჯეროდა, რომ ეს პროტესტი შეიძლებოდა დამთავრებულიყო ორ კვირაში ან ორ თვეში, არ მჯეროდა არც ერთი ვთქვათ იმ როგორ გითხრათ რაღაცა თარიღის რა დროსაც მოხდებოდა ავტორიტარული რეჟიმის ჩამოშლა და ასე შემდეგ. მე ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს არის გრძელი ბრძოლა, ჩვენ უნდა ყოფილიყავით მზად გრძელი ბრძოლისთვის და მე მგონია, რომ ჩვენ ვართ ამ გრძელ ბრძოლაში. ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს ბრძოლა არის უშედეგო, ეს ბრძოლა. არა, მე უშედეგო, მე ხომ მიხდით რა ვიგულისხმე. ორი მთავარი მოთხოვნა გაქვთ, რომელიც ჯერჯერობით არ შესრულებულა. ამის თქმა მინდა და ეს პროტესტი გრძელდება. ქართველი ხალხი რუსეთის იმპერიას ებრძოდა 200 წლის განმავლობაში და 34 წლის წინ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. ანუ ესეთი ადვილი რო იყოს მყარი გეოპოლიტიკური მოცემულობების ჩამოშლა, ასეთი ადვილი რომ იყოს იმპერიებთან ბრძოლა და იმპერიების დამარცხება, მაშინ ამდენი უბედურება სოფლიოს ისტორიაში არ იქნებოდა. ეს არის გრძელი ბრძოლა, მე ამას უყურებ როგორც ქართველი ხალხის გრძელი ბრძოლის ნაწილს რუსეთის იმპერიასთან. ამ ბრძოლის ერთ ეპიზოდში ვარ ჩვენ. მესმის და უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ ამ პროცესში ქუჩის პროტესტის, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ არის გრძელვადიანი, რომ ეს კიდე გაგრძელდება, პოლიტიკოსები მეტად უნდა გააქტიურდეთ თუ არა. ანუ პოლიტიკური მდგენელის შეძენის დრო აქვს, თუმცა ბევრისგან მომისმენია და ალბათ თქვენ, რომ ნაწილი ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერის გარეშე პოლიტიკური პროცესი ვერ წავა ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ თქვენ რა ზეწოლის ბერკეტებზეც ისაუბრეთ, ეს ყველაფერი საგარეო ზეწოლას ეხება, ხო? იზოლაციაზე საუბრობთ, რაღაც სანქციებზე. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პარტიების როლი რა უნდა იყოს? პოლიტიკურ პარტიებს ზოგადად აქვთ, რა თქმა უნდა, როლი ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში. პოლიტიკური პარტიების როლი დემოკრატიებში არის სხვა, ხოლო ავტორიტარულ რეჟიმებში არის სხვა. როგორ წარმოგიდგენიათ, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში აქვთ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი ოპერირების საშუალება, აქვს პოლიტიკურ პარტიებს მაგალითად ფინანსური რესურსები, აქვს პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი ქმედებების საშუალება, რამდენ აკციაზე მიმართვების საშუალება ხო აქვს, ბატონო, მე ამას გულისხმობ. რომ აი პროტესტანტებთან, აქციის მონაწილეებთან მეტი პოლიტიკური მდგენელს გულისხმობ.
კი ბატონო, ნახეთ, თქვენ უფრო დიდი კითხვა დამისვით. თუ პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა მხოლოდ აქციებზე სიარული შემოიფარგლება, კი ბატონო, მაგრამ არა, პარლამენტში შემოიფარგლება, იქაც არ ხართ ბატონო გია, რა ვიცი, ბევრი ადგილას შეიძლება პოლიტიკური პარტიებსაც არ ხართ. ძირითადად პროტესტია და ამიტომ ვკითხულობ, რომ აქციებზეც თუ თვითგამოცხადებულ პარლამენტში როგორ უნდა ვიყოთ? მე არ მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირების, არ ვიცი, ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს მტერთან კოლაბორაციონიზმი. ამის მე არ მჯერა. კოლაბორაციონიზმი ზოგადად ცუდი მოვლენაა. მტერთან ზოგადად არ უნდა თანამშრომლობდეთ არც მოქალაქეები და არც პოლიტიკური პარტიები. კიდევ ამბობ, ჩვენ რო ცხოვრობდეთ დემოკრატიაში, პოლიტიკური პარტიების როლი ვიცით, რაც არის დემოკრატიაში, მაგრამ პოლიტიკური პარტიები, იცით რა, ჩემთვის ადვილია თან ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მე არა ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და როცა ასეთ კითხვას უსვამენ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკური პარტიებისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის ასეთი მარტივი. ნახეთ, ჩვენ რო საერთოდ პოლიტიკური პარტიები გაგვაჩნია იმ რეჟიმში, რა რეჟიმში ცხოვრობ, მუდმივი დევნის, თვალთვალის, რომელი პოლიტიკური პარტიის ლიდერზე თავდასხმა იყო გამოძიებული. ერთი შემთხვევა ხო შეიძლება მაინც მითხრათ, რომ აი პოლიტიკურ ლიდერზე იყო თავდასხმა და ის გამოიძიეს. ვინმე არის დაკავებული, ვინმე ერთი ადამიანი მაინც, ხო? ამაზე ხო საერთოდ პასუხი არ არის. პოლიტიკური ლიდერები კვირა არ გავა, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი სასამართლოში არ იყოს დაბარებული. ეს არის კლასიკური ავტორიტარული რეჟიმი. აი ამ ავტორიტარულ რეჟიმში, რომ საერთოდ პოლიტიკური პარტიები არსებობენ, ეს არის სასწაული და ეხლა თქვენ გინდათ რომ თქვენ არა პირადად თქვენ არ გეუბნებით რომ ეს არის პროპაგანდისტული გზავნილები, ეს არის ამის მიზანი არის პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაცია, პოლიტიკური ჯგუფების დისკრედიტაცია, მუდმივად იმის ზახილი რომ რას აკეთებენ ეს არის რატომ იცით, როცა ქართული ოცნება არაფერს აკეთებს თვითონ, ხო? უნდა რომ აი ეს სხვები გააშავოს, ამავდროულად უნდა ნიჰილიზმი დათესოს ადამიანებში პოლიტიკური პარტიების მიმართ ზოგადად პოლიტიკური როდესაც საუბრობთ რომ აი მაგალითად კოლაბორაციონიზმია თქვენთვის ახლა პარლამენტში შესვლა და ასე შემდეგ. ასევე ფიქრობთ ანუ თვითმმართველობის არჩევნებზეც, იმიტომ რომ არის ასეთი ინფორმაცია, რომ მაინც აზრთა სხვადასხვაობაა პოლიტიკურ პარტიებს შორის, თქვა დაიდოს თუ არა წინსწრებად პირობა, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს. აი თქვენ აპირებთ თუ არა? ჩემი აზრით, არა, მე ერთი ადამიანი ვარ და ხო, მაგრამ სურვილი გექნებოდათ თუ არა, რომ მე რაღაც კოალიციებში გაიქცეთ. ჩემი აზრით, ეს თვითმმართველობის არჩევნები დღეს არის შემოგდებული ქართული ოცნების მიერ ისევ პროპაგანდისტული მიზნით, რომ ყურადღება გადაიტანოს მაგალითად პროტესტიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შემოიტანოს აზრთა სხვადასხვაობა და ამით შემოიტანოს ან ეცადოს შემოიტანოს ან გააფორმოს ეს როგორც განხეთქილება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი. მე მგონია რომ ჯერ ძალიან ადრეა ადგილობრივ თვითმმართველობამდე. ანუ არ გამორიცხავთ ჯერ ესე ცალსახად, არავინ არ იცის რა იქნება ამ მოლოდინის რეჟიმში. ნახეთ, კიდევ ამბობ, ნახეთ, პოლიტიკაში არასდროს უნდა თქვა არა და არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ დღეს რა მოცემულობაც არის, აბსურდია საქართველოში რაიმე არჩევნებზე საუბარი. საქართველოში არჩევნები არ ტარდება. რა არჩევნები? პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უნდა საერთოდ ქართულ ოცნებას, ხო? ქართული ოცნება ცდილობს საქართველოში ჩამოაყალიბოს ერთპარტიული დიქტატურა, ისეთი როგორიც არის ჩრდილოეთ კორეაში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, რუსული კანონით ფაქტობრივად უფუნქციოდ რჩება არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯგუფები, მედია არის უკიდურესად შეზღუდული და აპირებენ რომ თავისუფალი მედიას გააუქმონ, აპირებენ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას. სხვა რამე კი არ იყოს საბჭოთა რუსეთი, სხვა რამე კი არ არის ჩრდილოეთ კორეა. თუ ვინმე ფიქრობს საქართველოში რომ აი ამ პირობებში აქ იქნება კეთილდღეობა, აქ იქნება მშვიდობა, აქ იქნება უსაფრთხოება, აქ არაფერი არ იქნება. ქართული ოცნების მოკავშირე არის სიღარიბე და გაუნათლებლობა. სიღარიბე და გაუნათლებლობა თუ არ იქნება ქართულ ოცნებას, ვერ ექნება ძალაუფლება. ეს იქნება საქართველოში სიღარიბე, გაუნათლებლობა. მადლობა დიდი ბატონგია, უნდა აქ არ იქნება არანაირი განვითარების პერსპექტივა. მადლობა დიდი რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს, უნდა დავასრულო ბატონგია მეორე სტუმარიც გველოდება. მადლობა გია ჯაფარიძე პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს.